მშვიდობისა ძვირფასო თბილისის და შესაბამისად არა მარტო თბილისის მოქალაქეებო, პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში მიზნობრივ ან შეიძლება სულაც არა მიზნობრივ მოძრაობას იწყებს გადაცემა სახელწოდებით ძველი ხაზი. და მე უკვე ვიტყოდი მე-18-ეთ ისე წარმოგიდგენიათ უკვე მე-18 ეთერი, აი, ხო ხედავთ, დრონი მეფობენ და არა გადაცემები. ხო, მოკლედ, ამას რა მნიშვნელობა? აი უკვე მე-18-ეთ, ასე ვთქვათ, აქტიურად გახსენებთ, რომ ჩვენი თამაშის გამარჯვებული ხდება, ვინც ყველაზე აქტიურად მოგვაწოდებს ყველაზე ორიგინალურ გამოსავალს ჩვენ მიერ შეცვლილ ისტორიიდან ტელეფონის ნომერზე 33 29 00. აი ამ ორ მოსაწვევს ბარ რესტორან პიკნიკში მიიღებს ის უბედნიერესი, ვინც ყველაზე სწრაფად აკრეფს, ასე ვთქვათ, ტელეფონის ნომერს 33 29 00 და ყველაზე სწრაფად დააფიქსირებს პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში ყველაზე, ასე ვთქვათ, ორიგინალურ გამოსავალს. მე შეგახსენებთ, რომ 8008007 ამ ტელეფონის ნომერზე გელით არა მარტო მე, მთელი მაესტრო და განსაკუთრებით მამუკა ღლონტი, რათა შემდეგ გადმოგცეთ, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი და ძვირფასი საჩუქრები. ჩვენ კი რა შეგეხება ჩვენ? ეხლა რა არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა? საკმაოდ აქტუალური, ან შეიძლება სულაც არა აქტუალური თემა, მოკლედ ბევრი ვილაპარაკოთ დღეს ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ განათლება. განათლება და ჩვენ, შესაბამისად ჩვენ და განათლება. მოკლედ, განეწყვეთ დახარეკად ტელეფონის ნომერზე 332900 და არავითარ შემთხვევაში არ განეწყოთ კონსტრუქციული მსჯელობისთვის. მოკლედ, იფიქრეთ, რაც შეიძლება ორიგინალურად იმ გამოსავალზე, რომელიც უნდა მოძებნოთ ჩვენ მიერ შემოთხზული ისტორიიდან, რომელსაც სულ რამოდენიმე უფრო კონკრეტულად 4 წუთში ნახავთ. დრო წავიდა 1 2 3 4 წამი გავიდა, მოტორი წავედით. ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ასე, ან სულაც ასე. მოკლედ ერთ არაჩვეულებრივად წესიერ, განათლებულ და თქვენ წარმოიდგინეთ გარკვეული თანამდებობის მამაკაცს სთხოვეს დახმარება. დახმარებას, უფრო ზუსტად კი სპონსორობას ითხოვდა ახალგაზრდა, სიმპათიური, არა, ძალიან სიმპათიური ქალბატონი, კეთილშობილური მიზნებისთვის. კერძოდ ახლებური მოდელის სკოლის გახსნისათვის. ეს საკმაოდ მიზანდასახული ქალბატონი გახლდათ და შეხვედრაზეც რა თქმა უნდა, კარგად მომზადებული გამოცხადდა. მართალია ჩვენი გმირი მისი სწავლების მეთოდებით არც ისე აღფრთოვანდა, მაგრამ აღფრთოვანების საბაბი მაინც არსებობდა. ხო, მოკლედ, ამა თუ იმ მიზეზის გამო ჩვენი თანამდებობის პირი დათანხმდა ნოვატორული იდეების დაფინანსებაზე. თანაც გადაწყვიტა სკოლა მისი საკუთარი სახელით გახსნილიყო. ამით იგი პრესტიჟსაც აიმაღლებდა, რაც მის ახლად წამოწყებულ საქმეს გამოადგებოდა და მომხიბვლელ ქალბატონთანაც მიეცემოდა ხანგრძლივი ურთიერთობის საშუალება. ერთი სიტყვით იგი ორ კურდღელს ერთდროულად. არა, ასე არა. ხო, ერთდროულად დაიჭერდა. ეს ისე, სხვათა შორის. ასე რომ ჩვენი გმირი სასწრაფოდ შეუდგა საჭირო თანხების ძიებას და სულ მალე სკოლაც გაიხსნა. შემდეგ დაიწყო ის, რასაც პოპულარულ ენაზე იშვიათი იდეების რეალიზაციას უწოდებენ. ახალგაზრდა მიზანდასახული და უცნაური იდეებით შეპყრობილი ქალბატონი ნერგავდა თავის ნოვატორულ მეთოდებს თავის ახალ სკოლაში. სხვათა შორის სწორედ ამ სუპერ უცნაური მეთოდის და ასევე ჩვენი გმირის ხელშეწყობითაც ახალი სკოლა სუპერ პოპულარული გახდა. შეძლებული და მზრუნველი მშობლები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სწორედ იმით იყვნენ კმაყოფილები, რომ მათი შვილები ნოვატორული მეთოდებით ნათლდებოდნენ. ამიტომ არც მაღალ გადასახადზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. ჩვენი თანამდებობის პირიც ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ მისი სახელით გახსნილი სკოლა ამხელა წარმატებებს აღწევდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა. იქამდე, ვიდრე ერთ-ერთმა მშობელმა უცნაური აღმოჩენა არ გააკეთა. მისი ნაქები შვილი, რომელიც ნაქებ სკოლაში სწავლობდა, აბსოლუტური უბიცი იყო. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. მზრუნველმა მშობელმა სასწრაფოდ მოიკითხა ის, ვინც საჭირო იყო. ანუ ჩვენი თანამდებობის პირი მამაკაცი. და პრეტენზიების სასამართლოში გამოთქმითაც კი დაემუქრა. სამართლის მაძიებელ მშობელს არა მარტო წყალში გადაყრილი სოლიდური თანხა, არამედ საერთოდ სხვა მოსწავლეების ბედიც აღელვებდა. ხო, მოულოდნელმა ვიზიტმა ჩვენი გმირი ძალიან დააბნია. თუმცა ის არც ისე არაპატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომ ვერ დაენახა აშკარა სიმართლე. არადა ეს მოულოდნელი სკანდალი ჩვენი გმირის ახლად წამოწყებულ საქმეს და საერთოდ მის კარიერას სერიოზულ საფრთხეში აგდებდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი წესიერი, განათლებული და თანაც გავლენიანი სპონსორი საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ
მოკლედ, აი ასეთი ამბები ხდება ძვირფასო თბილისის და შესაბამისად არა მარტო თბილისის მოქალაქეებო, თუმცა ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რა მდგომარეობაში იყოფებიან ახლა თქვენი ტვინები, რომლებიც ფიქრობენ განუწყვეტლივ, როგორ მოიფიქრონ რაიმე ორიგინალური გამოსავალი ამ ჩახლართული ისტორიიდან და თუ რაიმე მაგდაგვარს მიაწყლით, აუცილებლად მე ვიტყოდი სწრაფლ აკრიბეთ ტელეფონის ნომერი 33 29 00 და იქ თქვენ გიპასუხებთ ესეთი ინტელექტუალურ სექსუალური ხმით ვიღაც გოგონა გამარჯობათ, შემდეგ თქვენ მოხდებით პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში, შემდეგ გამესაუბრებით მე დაგაჯილდოვებთ ფირმა ჯორჯიას ველსველი პროდუქციით, მე მოხვალთ წაიღებთ ამ პროდუქციას, მე დალევთ, დათვრებით ვიღაცას ცემთ, ასე რომ არ გინდათ ეს ყველაფერი, არ გინდათ. უბრალოდ დარეკეთ 33 29 00. ხოლო სანამ მოიფიქრებთ ორიგინალურ გამოსავალს, მოდი მე თქვენ წაგიკითხავთ პირველ სოციალურ ინფორმაციას, რომელიც რა თქმა უნდა უკვე ტრიალებს ჩვენს სველ ხაზზე და აი მისი შინაარსიც ასეთი გახლავთ. თანამედროვე სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში განათლების დონე ძალიან მაღალია. აჰა, დონე მაღალი. წერა-კითხვის უსოდინრობა ქვეყანაში 1%-ზე ნაკლებია. აჰა, საინტერესოა ისე ვინ შედის ამ 1%-ში. ხოლო უმაღლესი განათლება აქვს მოზრდილი მოსახლეობის 20%-ზე მეც. შესაშური მონაცემებია ნამდვილად, ასე რომ მე ვიტყოდი იამაყე ქვეყანა, იამაყე შენ, ასე ვთქვათ, განათებული თუ არა, განათლებული ხო მაინც ბრძანდებიო. ხოლო რამდენად განათლებული, ერუდირებული, ინტელექტუალური თუ რაღაც ამდაგვარი არის ჩვენ ნომერი პირველი აბონენტი, ამას ახლავე გავიგებთ მას შემდეგ, რაც მე ასე ვთქვათ განსწავლული გამომეტყველებით ვეთყვი მას გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ აბონენტო. ალო. აბონენტო, გამარჯობათ. გამარჯობათ თქვენ პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ბიჭო, ეხლა მითხარი რაღაც. გამარჯობათ. ალო. არ პასუხობს. იცით რა, თქვენ გქონდა ჩანსი რომ მოგეგოთ ფირმა ჯორჯიას ველსველი პროდუქცია, რომელსაც მე აღარ მოგცემთ თქვენ და გადავცემ ვიღაც სხვა აბონენტს, რომელიც ინებებს და პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში გამესაუბრება. ტელეფონის ნომერზე 33 29 00 არ ველით პრაქტიკულ, ლოგიკურ და ტრადიციულ გამოსავალს, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალური გამოსავალი. ახლა კი მოდით ვნახოთ არც თუ ისე ორიგინალური აზრების კრება, კრებული ასე ვთქვათ, იმ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ იმ ქალაქში, სადაც ჩამოედინება მდინარე იმ მტკვარი. წავედით. სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთან ამყოფელი, მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფელი. სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. ერთის მხრივ მე ვსწავლობ, იმიტომ რომ მე მაქვს რაღაცის იმედი. სლოვენსად ვისწავლ, უცხოეთში ვერ წავალ ჯერჯერობით. ნუ ზოგად განათლებას მაინც იძლევიან. გვინდა რომ მივიღოთ მრავალხმიანი განათლება, თითქოს ეს ფილოსოფიაშიც ვიყოთ გარკვეული, სოციოლოგიურ პირობებშიც ვიყოთ გარკვეული, ასევე სხვა სხვა. აუცილებელი ადამიანმა მიიღოს თავისი რასაც პროფესია არის, აი მასში იყოს სპეციალიზირებული აუცილებლად. აი ახლა მე გეტყვით, ამერიკაში ვიყავით ჩვენ ახლა წასულები გასტროლებზე. იქ მეტწილია რა, ხალხი განათლებაზე არ არის ლაპარაკი, თავის საქმე იციან და პროფესიონალია. მაგრამ აი უცბად რომ გადაუხვევ რაღაც ისტორიული საკითხი ელემენტარული შეეკითხო ვერ გიპასუხებს. მე მიმაჩნია რომ პროფესიონალიც უნდა იყო და განათლებაც უნდა ქონდეს. მარტო შენი საქმე რო იცოდე კი კაია, მაგრამ ელემენტარული რაღაცა ხომ უნდა იცოდია რა. ისწავლე სწავლის მძებნელო, მიიღევ დავითის მცნებასა, ჯერ მწარეჯამე, კვლავ ტკბილი, თუ ეწებ გემოვნებასა. თავი კონდეს განათლება და სამსახურში როდესაც მიგიღებენ, აი მას არ უნდა უყურებდნენ. თქვათ რა დაამთავრე, თავია რა იცი. თუ აზროვნებს არ აქვს მნიშვნელობა, აქვს დიპლომი თუ არა. არ არის საჭირო უმაღლესი დამთავრება. აი თქვათ წიგნებიდანაც შეიძლება რომ განათლება მიიღოს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადამიანი არ იყო თავის სპეციალობაში, საერთოდ არ აქვს აზრი როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. ბევრს დიპლომი აქვს, მაგრამ არაფერი არ იცის, მაგრამ ჩვენ დიპლომი არ აქვს, მაგრამ ხალხურ ფოლკლორს ვემსახურებით. დიპლომიანებს ჯობი ვაქვს რა ფაქტიურად. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას. მე ასე ვთქვათ, მეცაც ვიტყოდი.
ყველაზე განათლებული ერის ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია ყველაზე ეროვნული სახელწოდების გადაცემა სველი ხაზი, რომლის თემას დღეს გახლავთ განათლება. და მე, იმიტომ რომ განათლოთ უფრო ამ თემასთან დაკავშირებით, მოგაწვით კიდევ ერთ ინფორმაციას ჩვენი სველი ხაზიდან, რომელიც რა თქმა უნდა უკვე ტრიალებს და შესაბამისად ბრუნავს პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში. დავიწყეთ. განათლებას ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად ყველაფრისა, მასწავლებლის პროფესიაზე დღემდე დიდი მოთხოვნაა. საქართველოში ამჟამად ზოგად საგანმანათლებლო სკოლის 78,000 მომქმედი მასწავლებელია. უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის შრომა ფასდება 75 ლარად. პირველი კატეგორიის 52 ლარად, მეორე კატეგორიის 45 ლარად, ხოლო მესამე კატეგორიის 38 ლარად. აი ძალიან ლოგიკურია პრინციპში. თუმცა ჩვენ ტრიალებთ და ბრუნავთ არა ლოგიკურ, არამედ ყველაზე ორიგინალური ვერსიების სამყაროში და მე იმედი მაქვს აბონენტი რომელიც უკვე ხაზი არის, შემოთავაზებს სწორედ ამ სამყაროდან რაიმე ვერსიას. გამარჯობათ. 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 ბატონო სოსო. დიახ. როგორ მისმენთ? ფანტასტიურად. თქვენ? გესმით ჩემი ხმა, ხო? მესმის თქვენი ხმა. არა მარტო მე 5 მილიონ ადამიანს ესმის თქვენი ხმა. 5 მილიონ ადამიანს ესმის თქვენი ხმა. ეხლა რაშია საქმე? მოგახსენებთ ვერსიას. ორიგინალურს. ხო, არა ორიგინალს, შეიძლება ორიგინალს იყოს, მაგრამ ამას არა. ხო, მაინც ვეცადოთ ჩვენ, რა მიდის ჩვენ. ხო, მოგახსენებთ იმას? ხო. როგორ გამოვსკოთ ჩვენ მაგას? რას? აჰა. ხო. ეხლა უყურეთ, რაშია საქმე? დიახ. ეს კაცი, რომელიც ეხლა დამაღლიანებულია ძალიან. ხო. აი მშობლის მშობელმე რომ მოვიდა და უთხრა ალეფული მოგართვითო რაღაცაო და აკეთ. ამან ეს მშობელი მიიღოს ისევე როგორც ის ქალი მიიღო პირველი ქალი. ხო იცი? ხო, რა ვიცი, იცი. ეთიკიკოს. მთელი ამბავი და ისეთი გამოვა. სიხარული გაიქცევა სახში და მე იყვას კიდე 60 ბავშვი. უი, რა მითხარით ეხლა. ესე იგი შეაბას, ასე ვთქვა. აბა უნდა ქნათ, რა მითხარით, მაგი. ძალიან ორიგინალური ხარ. ძალიან ორიგინალური ხარ. დავეცი პირდაპირ და შესაბამისად ფორხა. ამდეცე, თუ არა ვინა გაკეთეს. ძალიან კარგია, რა ქვიათ თქვენ? ბატონო? რა ქვიათ თქვენ? მე რა ბატონო? მე რა ბატონო ჩემო. დიახ ბატონო. თქვენ მოიგეთ, ეხლა კი არ მოიგეთ და იმიტომ რომ აი ესეთი მხიარული ადამიანი ბრძანდებით და გვიყურებთ ჩვენ, გადმოგცემთ ფირმა ჯორჯიანს ხოლსოლ პროდუქციას. დიდი მადლობა ბატონო სოსო. ძალიან გევრიელ შამპანიურებს და ეხლა გაჩვენებთ ამ შამპანიურებს და კიდე ლიმონათებს, ესე იგი ცრემლი ვაზისა. ცრემლი ვაზისა, აბა როგორი, ესე იგი პირველი სადღეგრძელო თქვენი იქნება. დიდი მადლობა, იცოცხლეთ ჩემო ბატონო, ასევე შარმი აგერ ბატონო გევრიელი შამპანიური კიდე. ასევე აგერ ბატონო კარდინალი ბატონო და კიდევ ლიმონათები ბევრი სახის. მოკლედ, დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ და გვიყურებთ შეიძლება 4 მოსაწვევსაც ქეგამოკრა ხელი ბარ რესტორან პიკნიკში. რაიცი, რა ხდება. თამადობა მიყვარს ეს სხვადასხვა. კარგით ბატონო ჩემო, კარგად ზანდებოდეთ. ჩვენ კი ამასობაში რა ვქენით და წავედით. ჩვენს ქვეყანაში ყველა გზა გახსნილია ახალგაზრდობისას. ყოველ შემთხვევაში, არც ისე შორეულ წარსულში, მშობლები საკუთარ შვილებს ძალით უღებდნენ სასწავლო დაწესებულებების კარებს, საიდანაც ისინი სახელგანთქმული მეტალურგები, ექიმები და არქიტექტორები გამოდიოდნენ. მაშინ ეს პროფესიები ძალიან პოპულარული იყო და შვილებიც ცდილობდნენ, როგორც შეეძლოთ. დედაჩემს იურისტი უნდა და გამოსულიყავი და საღორეში წავიდე? მაშინ საღორეში წასვლის პერსპექტივა არც ისე მომხიბვლელი, მაგრამ ხშირად გარდაუვალი იყო. დიპლომი საიდან მოვიტანო? რა ვქნა მე? სადუშო, დავხატო? დიპლომის დახატვის აუცილებლობა დღეს აღარ არის, რადგანაც ოფიციალურად საქართველოში 200-ზე მეტი კერძო და 24-ზე მეტი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია გახსნილი. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ ამბავს არც შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. ქართველებისათვის ნებისმიერ დროში ძვირ ფას დიპლომს ახლა რეალურად სოლიდური ფასი აქვს და ახლებურ ამერიკულ პრაქტიკულ განათლებასაც იძლევა. კიდე რა თქვა მაი? ყოველ შემთხვევაში ამგვარმა დაწესებულებებმა ვიწროდ სპეციალიზირებული ახალი ქართველი ადამიანები მოამრავლა და სწორედ ის ცოდნა შეზღუდა, რითიც ქართველების იდეალური თუ
გაიდეალებული განათლებულობა იზომებოდა. ძირითადად იყიდება ლიტერატურა უცხო ენაზე. ახლანდელ დროში ხომ ისიც რომ უცხო ენაზე დიდი მოთხოვნილება. Это был беспрецедентный случай. ისე მხატვრული ლიტერატურა ძალიან ნაკლებად. აღარც პოეზია აღარავის აღარ. აი ძირითადად ჩვენთან პოეზიას ციკნებს თითქმის აღარ ვღებლობთ, იმიტომ რომ არ იყიდება. ახლა საქართველოს ყველაზე პროფესიონალმა ბუღალტრებმა რომ დაიანგარიშონ და გამოთვალონ რაღის დღეს განათლება, მიიღებენ სერიოზულ თანხას. იგი შეუფასებელია. სველი ხაზის საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. ეს იგი დაახლოებით რაღაც 7-8 წუთია, რაც პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში სველი ხაზი ასე ვთქვათ ბურღავს twins და პერსპექტივაში კიდევ შეიძლება ასე 11-12-ოდე წუთი კიდევ ბურღოთ twin-ი, ასე რომ თქვენ მაინც მოძებნეთ ორიგინალური გამოსავალი და გვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 33-29-00 და მოგვაწოდეთ თქვენი ორიგინალური გამოსავალი. სწორედ ასე მოიქცა ჩვენი აბონენტი, რომელსაც მე ახლა ვეტყვი ალოს. ალო. გამარჯობათ, აბონენტო ძვირფასო. აბონენტო ვერ მიცნეთ ხო შეეშინ ამ ხუთში. ესე იგი, გამარჯობათ პატივცემულო აბონენტო. თქვენ პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? ალო. კარგით ბატონო, მაშინ მე პაკას გეტყვით, რადგანაც ხმას არ იღებთ და ეხლა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს გავაცნობ ერთ სასიამოვნო და საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ჩვენ სველ ხაზზე მოძრაობს და იმედი გვაქვს აბონენტი მერე მაინც ამოიღებს ხმას. ასე ვთქვათ, ცნობილი ფიზიკოსი ისააკ ნიუტონი ბავშვობაში ძალიან ცუდად იყო განწყობილი სწავლა-განათლებისადმი. იგი უნიჭო ზარმაც მოსწავლედ ითვლებოდა და არავინ არ უწინასწარმეტყველებდა მას პერსპექტიულ მომავალს. ნიკო ფიროსმანს არ ჰქონდა მიღებული არანაირი განათლება. მარკ ტვენს ჰქონდა ბატონო 2 კლასი თურმე დამთავრებული 2 კლასის განათლება ჰქონდა. ალექსანდრე შალიაპინი არ მიიღეს კონსერვატორიაში იმ მიზეზით, რომ ვოკალური მონაცემები დაუწუნეს. მიხეილ ლომონოსოვმა 13 წლის ასაკში ისწავლა წერა-კითხვა. ასე ვთქვათ, ფრანგ ფიზიკოს ანდრე ამპერს კი ვიზუალური მეხსიერების საშუალებით შეეძლო ერთი თვალის გადავლებითაც ზეპირად ესწავლა, ასე ვთქვათ, სქელკანიანი წიგნებიც კი. ხო, არ ვიცი შეუძლია სწავლა თუ არა შემდეგ აბონეტს სქელკანიანი წიგნების, მაგრამ შეუძლია თუ არა რომ ორიგინალური გამოსავალი შემოგთავაზოს, ამას ახლა ვნახავთ. გისმენ ამ. გამარჯობათ. 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 როგორ მოგწონთ ჩემი ქუდი? მეტად ორიგინალური. ჰალსტუხი როგორ მოგწონთ? ჰალსტუხი. კარგით, კარგით. თქვენი ორიგინალური გამოსავალი. ჩემი ორიგინალური გამოსავალი ასეთია. სასწრაფოდ უნდა მოიწვიოს სკოლის დირექტორმა კრება, მშობელთა კრება. კერძოდ იმ კლასში, რომლის კლასიდანაც იყო წარმომადგენელი მშობელი. აჰა, გასაგებია. ხო და გააცნოს მშობლებს შექმნილი სიტუაცია. რადგან თვითონ არ იყო საქმის გულში და არ იცოდა თუ რას აკეთებდა ეს მასწავლებელი. და უნდა შეპირდეს აუცილებლად, რომ სიტუაციას გამოასწორებს, ფულს აუცილებლად დააბრუნებს და გაუმჯობესებს განათლების საკითხს. გასაგებია, გასაგებია. ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ორიგინალური გამოსავალი. ძალიან კარგი, მოკლედ, თქვენ მე ისევე როგორც ჩვენ წინა აბონენტს ჩუქნით ფირმა Georgia Soul პროდუქციას, ჩამოთვლას მეგონი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თელმა საქართველოს მიწის უკვე ეს პროდუქცია. დიდი მადლობა, რომ თამაშობთ და გვიყურეთ ბოლომდე. თუ ორიგინალური აღმოჩნდებით, შეიძლება ბარ რესტორანში წახვიდეთ. კარგად ზამდებოდეთ. მადლობა, კარგად ზამდებოდეთ. კარგად ზამდებოდეთ. ხო, მოკლედ აი ასეთი ამბებიც ხდება ძვირფასო თბილისის და არა მარტო თბილისის მოქალაქეებო, ხოლო რა ხდება და რა არ ხდება ჩვენს ასე ვთქვათ ქართულ ეროვნულ სწავლა-განათლებულ სინამდვილეში, ამას ვნახავთ მას შემდეგ, რაც მე ვიტყვი ჯადოსნურ სიტყვას შეკითხვა კი არა და წავედით. იყო და არა იყო რა, იყო ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლების არ მიღება ხალხს სირცხვილად მიაჩნდა. აბა, უსწავლელი ხომ არ დაგვრჩება ბავში? სწავლა მიუხედავად შესაძლებლობისა ყველას უნდოდა. უნდოდა კი არა, აუცილებელიც იყო. ამიტომაც ასწავლიდნენ, სწავლობდნენ და დიპლომებსაც იღებდნენ. თუ საჭირო იყო, ყიდულობდნენ კიდეც. სწავლობდნენ იმიტომაც, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საკუთარი ცოდნა გამოემჟღავნებინათ. გიჩო და ზუთქვამს, ხამს მოყარე მოყრისთვისაო, და გეხუტუნეთ ყველას. სწავლობდნენ იმისთვისაც, რომ ცოდნით თავი მოეწონებინათ.
უკაცრავად გოგონი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობდა ჰამლეტის ტრაგედია? ჩუმად სწავლობდნენ იმასაც, რაც არ უნდა ესწავლათ. ვინ ყოფილა კაცო ეს ფროიდი თუ ფრეიდი? მოკლედ სწავლობდნენ ყველაფერს და არაფერს ერთად. ჩვენს საზოგადოებაში ყველაფერი ზოგადია. ასე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ ადამიანები. კაცო, განათლებაც იყო და განათებაც ჩვენ ფანჯრებში. მაშინ, როდესაც სწავლაში არავინ იხდიდა ფულს. ძალიან ზოგადსაგანმანათლებლო სიუჟეტის დასასრული. ასე თქვა პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში, სველი ხაზის ეთერში, იღწვის სველი ხაზის განსწავლული წამყვანი, ან შეიძლება სულაც განუსწავლელი წამყვანი, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ის, რომ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 33 29 00 და თქვენი ორიგინალური გამოსავალი შემოგთავაზოთ. ახლა კი უსმენ მორიგ აბონენტს, რომელიც მე იმედი მაქვს, რომ ორიგინალურ გამოსავალს შემოგთავაზებს. გამარჯობათ. 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 თქვენი ორიგინალური გამოსავალი ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ დრო მე მგონი უნდა დაარწმუნოს ამ კაცმა, რომ ეს სკოლა არის იმდენად მოწინავე და იმდენად პროგრესული, რომ ძველ ასე ვთქვათ საბჭოთა ყაიდაზე გაზრდილი ქალი ესე ვერ შეაფასებს მის ღირსებებს და ესე იგი პრო-ამერიკული და ასე ვთქვათ დასავლური ყაიდის განსაკუთრებით მაღალი დონის სკოლა. გასაგები, ესე იგი პრინციპში სანამ გამოიკოლებს ასე ვთქვათ, სანამ მანამდე უნდა მოაგვაროს უცებ ყველა ეს პრო. გამოსობაში. ითაღლითოს ესე იგი ასე რომ ვთქვათ. ესე იგი თქვენ თავაზობთ რომ ითაღლითოს, არა მოგვიერ. გასაგებია. გასაგებია. კარგით ბატონო. პირველ თაღლითობას მეორე მოძებს, ხო იცით? მესმის. ბრალდე. კარგით, მოკლედ თქვენც ასევე ჩუქნით ფირმა Georgia Soul პროდუქციას და რამდენად ორიგინალური იყავით, ამას გადაცემის ბოლოს ჩვენი ჟიური შეადგენს და გამოაცხადეთ პირდაპირ სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში. ახლა კი დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. კარგად ზანდებოდით. კარგად ზანდებოდით. ძვირფასო თბილისის და არა მარტო თბილისის მოქალაქეები. მოკლედ, მე კი ახლა წავალ ბატონო და კიდევ ერთ სოლ ინფორმაციას მოგაწოდებთ თემაზე და თემის გარშემო ცელ. ძალიან მალე ვინაიდან და რადგანაც მამუკა ღლონტი გველოდება უკვე მე ვიტყოდი ნერვიულობს. თურმე ადამიანი სიცივეში ბევრად უკეთესად ითვისებს მასალას და სწავლობს ვიდრე სითბოში. იგივე შედეგს ვიღებთ, როდესაც ადამიანი ნახევრად მშიერი, ანუ არამაზღარი უფლება, ესე იგი, ეუფლება განათლებას. გასაგებია. ხოლო თუ სწავლის პროცესი სინათლის, ლამპის, ანუ არაკაშკაშა შუქზე მიმდინარეობს, ადამიანი უკეთესად ახერხებს კონცენტრაციას და ამ დროს სწავლა განათლებაც უფრო შედეგიანია. ესე იგი, მე რამდენადაც მივხვდი, საქართველოს ეს არის იდეალური ქვეყანა იმისათვის, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი სწავლა განათლება, ასე რომ სოფლიო ეხლა თუ მიყურებ, ჩამოდით საქართველოში და მიიღეთ სწავლა განათლება სწორედ ისეთი, როგორც ჩვენ ქართველებს გვაქვს. მე ვიტყოდი. ხო, რატომ იყურებთ ესე გაუგნებით? ეს ხო ყველაფერი სიმართლეა. სიმართლე. ხო, ისე პრინციპში ნუენდობით ყველანაირი ინფორმაციას, რომელიც თქვენი ტელევიზორის ეკრანებიდან ჩანს და შესაბამისად ისმის. ხო. და ასე იყო. სწავლა სიკვდილე შენიაო კი უთქვამს ჭკვიან კაცს, მაგრამ თუ სიკვდილე ვერ გამოვიყენეთ ეს ჩვენი წვალებით მიღებული განათლება, რა გვინდა ამისთანა სწავლა? ახლა ბატონო მთავარია გამრავლების ტაბულა იცოდე, ნაშოვნი ფულის დაკლა რომ შეძლო. თორე მეტი რაში დაგჭირდებაო? აბა, რა გამეიყენეს იმ პროფესორებმა თავისი ცოდნა, რომ დგანან ახლა და ტაქსის მძღოლებად მუშაობენ. შვენში ბატონო, სწავლის ძირი ტკბილი არის. პირიქით, კენწეროში წაიმწარებსო. ხო და რატომ დავიღალო თავი იმის სწავლით, რაც სიბერეს გაგვიმწარებსო? მკივდებდით თავს დიდი სამბით განათლებულობაზე, მაგრამ არ გამოჩნდა სარკესავით ვინ რა იცისო? ხო და გოუნათლებლობა თუ არ გვაწუხებს, გოუნათლებლობაც აღარ შეგვაწუხებსო. აბა ესე იგი, ტუნტურუტუ და შესაბამისად კიდევ ერთხელ ტუნტურუტუ მივხვდით ეს ჩემი საიზეიმო განწყობა იმის მანიშნებელია, რომ ეხლა უნდა გამოვავლინოთ დღევანდელი ჩვენი თამაშის გამარჯვებული და ეს გახლავთ მისი სახელი და გვარი, გახლავთ ყველაზე ორიგინალურად მოაზროვნეს სველ ხაზე, დღეს იყო ნომერი პირველი მოქალაქე, მისი სახელი და გვარი, ასე ჟღერს. მერაბი ბატონი, გვარი სამწუხაროდ არ წერია, მე მივხვდი პირველი აბონენტი იყო ის ყველაზე ორიგინალური კაცი, რომელმაც ამ სიყვარულში და მეობაში ჩაგვაქსოვა ჩვენ. ბატონო მერაბ, გილოცავთ
თქვენ მოიგეთ ორი მოსაწვევი ბარ რესტორან პიკნიკში, ასევე მოიგეთ ასე ვთქვათ სოელცველი პროდუქცია ფირმა ჯორჯიასგან, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ბარ რესტორან პიკნიკში უცოცხლესი მუსიკა, უგემრიელესი კერძები, მოკლედ ყველაფერი ძალიან მაგარი არის, თქვენ თავად დარწმუნდებით ამაში, როდესაც მიბრძანდებით იქ. ახლა კი მე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ რომ დარჩი სტუდია მაესტროსთან ერთად მომავალი ჩვენი გადაცემის თემა იქნება უცხო პლანეტელები, ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. მომავალ შეხვედრამდე კარგად ზანდებოდეთ. პაკა. თქვენ უყურებდით იმ ოთხკუთხედ საგანს, რომელიც განუწყვეტლივ გასწავლით და გასწავლით, მაგრამ რას გაურკვეველი?